7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე დადებულ ყადაღას შიდა ქართლში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან და სოლიდარობას უცხადებენ. მათი შეფასებით მიუხედავად შემზღუდავი კანონებისა, მედია და არასამთავრობო სექტორი ვერ გააჩერეს, ამიტომ ქართული ოცნება მიყვება რუსულ სცენარს. 27 აგვისტოს ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღდა. საუბარია ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე. სოლიდარობას უცხადებთ ამ ორგანიზაციებს, რომელთა ანგარიშებიც დაყადაღებულია გამოგონილი რაღაც აბსურდული მიზეზების გამო. ეს პირდაპირ მიუთითებს იმ მიზნის გაგრძელებას, რომლის მიღწევაც ქართულ ოცნებას სურს რუსული სცენარის მიხედვით. ჩვენ ახალი არ არის და დიდი ხანია ვაცნობიერებთ, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში ვიმყოფებით და ერთადერთი სექტორი არის მედია და სამოქალაქო საზოგადოება, რომელებიც ვერ გააჩერეს ამ შემზღუდავი კანონების მიუხედავად და ახლა უკვე მიმდინარეობს სხვა მცდელობები, სხვა ახალი კუთხიდან შეტევა იმისთვის, რომ საბოლოოდ გააჩვენონ და ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, თუმცა დღევანდელ თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში შეუძლებელია, რომ არ გამოინახოს სამართლებრივი გზები იმისთვის, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ და თავისუფალი სიტყვა და ინფორმაცია, რაც აუცილებელია მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა საშუალებებით გამოვიყენოთ და მივაწოდოთ მოქალაქეებს იმისთვის, რომ იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში. პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენი ორგანიზაციის სახელით ამ ორგანიზაციებს, რომლის დაყადაღებაც მოხდა და ვთვლი, რომ აბსურდული მიზეზების გამო არის ეს ორგანიზაციები დაყადაღებული და ეს ორგანიზაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ და გადაწყვეტდნენ, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის და იმ რეგიონებისთვისაც, რომლებისთვისაც ისინი შრომობდნენ. თუმცა ამ ყველაფერს სწორი დაფასება და შეფასება ვერ მოყვა, ამიტომ დიდი სოლიდარობა ჩვენგან. ისფედის წარმომადგენლის თქმით, იქ სადაც ორგანიზაცია სრუნავს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვაზე, ვერანაირად შეფასდება ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟად. რეალურად ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ორგანიზაციებმა რეალურად არ განაგრძონ მუშაობა და სინამდვილეში ეს ორგანიზაციები იცავდნენ ადამიანის უფლებებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი საქმიანობა. სრულიად აბსურდული არის ბრალდება, რის გამოც ყადაღა დაედო კონკრეტულად ისვედის ანგარიშს. ამასთან დაკავშირებით მოვახსენებ საზოგადოებას, რომ რეალურად ორგანიზაციას ნაყიდი ჰქონდა რამოდენიმე რესპირატორი და სათვალე, რომელსაც იყენებდნენ ოფისის თანამშრომლები აქციაზე ყოფნის დროს. შესაბამისად იქ იცით, რომ ხდებოდა აირის გასვრჩება და ასე შემდეგ. რეალურად აღნიშნული ნივთები შეძენილი იყო სწორედ ამის გამო და ის ბრალდება, რასაც ავრცელებს თქვათ იმედი, რომ რაღაცა განსაკუთრებული ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვეს, აი სულ მინიმუმს ასაცილოა, ვინაიდან ეს არანაირი ინფორმაცია არ არის ისეთი, რამაც შეიძლება საბოტაჟი გამოიწვიოს და იქ სადაც ორგანიზაციას ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვაზე, ვერაფრით ვერ შეფასდება ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟად. 27 აგვისტოს ყადაღა დაედო შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშებს სამოქალაქო საზოგადოების ფონდს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, დემოკრატიის მცველებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საფარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.